ჩანაჩენი ოცნება რას ქვია, რომ გახორციელდეს ის სოციალური, ეკონომიური ის ეხლა მაგრამ დღევანდელი სინამდვილე და გამომდინარე ესენი ტრაბახობენ და იძახიან რა ბევრი რამე გააკეთა არაფერი არ გაუკეთებია თუნდაც ელემენტარული იყო მაგაზე გადაცემაც იყო გაკეთებული სოფლის პროგრამით ბევრი იტყუილეს უმისამართოდ ხარჯებს და უმიზნოთ ის ფულები შედეგი არის 0 არა მარტო ამ სოფელში მთელ ხევის მასშტაბით სოფელში სოფელის გარეშე ქალაქი და დაბა და ბარი ვერ გვალობენ ვერ ხარობენ და ვერ გამრავლდებიან გონია ახლა სააკაშვილსა რომ რაიონი დაკმაყოფილებულია ჩადიან მოედანზე მოსახლეობას ხვდებიან სასადილოები გაქირავებული აქვს უცხოელებისთვის და იმებისთვის სარაებში ცხოვრობენ, კუხნებში ცხოვრობენ და ის თავისი საცხოვრებელი სახლები სასტუმროება და გაქირავებული ამოვიდეს აქ თითოეული ადამიანი და ზევით ხევსა გასაჭირია სიდუხჭირე ნახან და მე გაიგებენ როგორ ცხოვრობ დღეს ჩემი ოჯახი პირადად და ასევე სოფელში უმრავლესობა დახმარებაზე ცხოვრობს. აი 24 ლარიან დახმარებაზე, რომელსაც ხალხს ამადლიან და თუ შენ მიუდგები სხვა მხარეს, თქვათ, ქართულ ოცნებას, ამ დახმარებას მოგიხსნით, დარჩებით სულმშივრები. აი ზუსტად სულ არ მინდა ეს დახმარება, აი შეურაცხყოფილი ვარ. ხელი მაქვს, ფეხი მაქვს, არც სამსახური მაქვს, რაც სააკაშვილი მოვიდა მთავრობაში. 45 წლის ვიყავი მე. იმის მერე ჩვენთვის აღარც სამსახურია არც ჩემი მეუღლისთვის არც ჩემთვის კიდევ ვიტყვი ღირსება აუყარეს ხალხს მე პირადად არ მეშინია მაგრამ არის აქ ხალხი რომელსაც ეშინია არ მომიხსნან პენსია არ მომიხსნან დახმარება არ დავრჩე მშიერი და ჩემი აზრით შიმშილით სიკვდილი ჯობია მონობას პირველ ივლის მცხეთაში დაგეგმილია მოგეხსენებათ დიდი აქცია ბიზნა ივანიშვილი მიმართავს მცხეთ-მთიანეთის მოსახლეობის წარმომადგენლებს აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ რომ ეს აქციაც იქნება ისეთივე მასშტაბური მრავალათასიანი როგორც იყო თბილისის ქუთაისის და ოზურგეთის აქციები ჩვენ უპირველეს ყოვლისა ვესაუბრებით ჩვენს პროგრამაზე ჯანდაცვის პროგრამაზე სოფლის პროგრამაზე განათლებაზე და ბევრ სხვა საკითხზე მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ძალიან შედეგიანი იქნება ეს საქმიანობა საერთოდ სტეპანწმინდაში ხელისუფლებას ყოველთვის უჭირდა და წინა არჩევნებიც ხელისუფლებამ წააგო სტეპანწმინდაში აქ ამ სოფელში წმინდა და კარგია რომ სწორედ ამ სოფელში ვამბობ ამას ჩვენ აქაც ვემზადებით გამარჯვებისთვის